შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის 747 ბრძანების გაუქმებას ორგანიზაცია თანადგომა და სამართლიანობა ითხოვს. ორგანიზაციამ შესაბამისი სარჩელით დღესვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. იპოთეკით დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ახსულების ძალით გამოსახლების გადაწყვეტილების გაუქმებას და ბრძანების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვენ. მათი აზრით სადავო საკითხის განხილვამდე სადავო ნორმის მოქმედება უნდა შეჩერდეს, რადგან იგი მნიშვნელოვან მორალურ, მატერიალურ და ფიზიკურ ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებს. აქციის მონაწილეების შეფასებით ახსულების ძალით გამოსახლება ადამიანის უფლებებს მნიშვნელოვნად ლახავს. ეს არის წინა ხელისუფლების რეჟიმი. წინა ხელისუფლება რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, ის კეთდება დღესაც. ვითხოვთ რომ შეჩერდეს საგი. ვითხოვთ გრძელვადიან დაბალპროცენტიან სესს, რომ დაგვეხმარონ, დაგვიდგენ გვერდში. განულებას არ ვითხოვთ, არაფერ ზედმეტს არ ვითხოვთ. ვითხოვთ რომ დაგვეხმაროთ. ჩვენი პირველი და მთავარი მოთხოვნა არის ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი 747 ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრის და პოლიციის შესახებ კანონის მე-9 მუხლის პუნქტი, რომელიც გამოსახლების პროცესის ანტიკონსტიტუციურობას აყალიბებს. სამოსახლების პროცედურები ფაქტიურად ხდება ვანდალური წესებით, რაც წამების ტოლფასია. წამების შესახებ კონსტიტუციაც, რა თქმა უნდა, მიუთითებს, რომ არავინ არ შეიძლება ჩვენი მოქმედებით, თუნდაც ის ხელისუფალის ან პოლიციის მოქმედებით, მორალური, მატერიალური ან რაიმე ფიზიკური ზიანი მივაყენოთ ადამიანებს.